ხშირად გვეკითხებიან აფხაზეთიდან დევნილი მოწყვლადი ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით რა პროგრამები არსებობს და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება რომელ მიზნობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისთვის სარემონტო სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა არსებობს. დევნილთა განსახლების ობიექტებში, რომელშიც არ ჩატარებულა სახელმწიფოს მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები, იქ მცხოვრები მოწყვლადი ოჯახები აღნიშნული დახმარებით ისარგებლებენ. ბენეფიციარები შეძლებენ საცხოვრებელი შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულებას. პროგრამაში ჩართული დევნილები მიიღებენ არანაკლებ 500 ლარის და არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების სამშენებლო სარემონტო მასალებს. ვინ არიან ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფები? ქვეპროგრამა ეხება მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა ქულა არის 100.000 და ნაკლები, ასევე ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი, რომლის ქულაც ასევე არის 100.000 და ნაკლები.